ათასობით ადამიანი დგას რუსთაველზე და აი როგორ ვთქვა, ახლა გამოთქმა არის რომ ბუზის გაფრენის ხმას გაიგებო. არის აი ეს სიჩუმი. ყველა არის თავის თავთან დარჩენილი მარტო. ყველა იღებს თავის გადაწყვეტილებას. როგორც ბიგზენი რომ ნიჩავს მიყვა მოტრია ვეღარ მოვასარი მოტრიალებად ამან ხელი გაუჩერა და უბივაც მინდა თავისი ანებს პროფესორი ვერ მოვასწრებდი უბრალოდ რა. აი როგორც ახლა მტრის ჯარს ისე მოგვეცნო. რუსული მედიის მთელი მიმართულება 4, 5, 6, 7, 8, 9-მდე სანამ დარბევა არ მოხდა არის ის რომ თბილისში ანტიაფხაზური აქციები მიმდინარეობს. ეს არის საბჭოური გაგება ნაციონალიზმის. მიჩვევი რომ ამუშავეს ხო ელვა დაიწყო თავიდან ვერ მივხვდით. მიყვარდა ეს ხალხი და მინდა რომ ისევ სიყვარულის ეს ხობა განიცადო. იმ პერიოდის მამუკა გიორგაძე არის ერთ-ერთი წარმართველი პროცესისა, რომელიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ყოველივე მიმდინარე საორგანიზაციო საკითხებში. აი 98 წლის ნოემბრისდან აპრილის ჩათვლით, როდესაც ასე ვთქვათ მასობრივი მოძრაობები დაიწყო ქვეყანაში, ერთ-ერთი სტრუქტურული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის ხელმძღვანელია და ბუნებრივია, რომ მთელი ამ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს. ჩვენ ფაქტობრივად ვართ ყველგან, რომ ვცნობთ იმ პასუხისგებლობას, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და ამავე დროს გვაქვს განცდა, რომ ჩვენ ვართ რიგითი მონაწილე იმ უდიდესი პროცესისა, რომელიც შეიძლება ყველას არ ესმოდეს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ ესმოდეს, მაგრამ უდიდესი ძვრების მონაწილე. განცდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ჩვენი თაობა, მთლიანად ამ თაობის წარმომადგენლები, ვართ საქართველოს ერთ-ერთი მორიგი თაობა, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. მარტს ლიხში აფხაზეთში გამართა შეკრება. ძალიან მაგრა ჰქონდათ ორგანიზებული 30000 კაცი ჩაიყვანეს კომუნისტების დროს არ იყო მარტივი ტრანსპორტი დეფიციტი 30000 კაცი ჩაიყვანეს ის წერილი მიაღებინეს მიმართვა რომ საქართველოსთან გასვლა უნდათ. დაიწყო ეს აქციები. დაიწყო ჯერ იქ სოხუმში ჩატარდა ლესელიძეში, გალში რამდენჯერმე დაიძაბა შეტაკებები მოხდა. აბსოლუტურად პროვოცირება მიდიოდა აი ამ დაპირისპირების, ქართულ-აფხაზური დაპირისპირების. ახლა სტუდენტები ვიკრიფებოდნენ ერთად 4 უმაღლესი სასწავლებელი იყო, ეს ძალიან აქტიური, ანუ ცენტრში განლაგებული უნივერსიტეტი, პედაგოგიური, სამედიცინო, პოლიტექნიკური. და ბუნებრივია ამ აქტივისტ ჯგუფებს ჰქონდა ერთმანეთთან კონტაქტი და აბსოლუტურად ჩამოყალიბებული ვიყავით იმასში, რომ ამზადებენ ქართულ-აფხაზურ რაღაცა შეტაკებას რუსები. ამისი დადასტურება იყო, რომ ის ლიხნის საქართველოში ისეთი მდგომარეობაა, რომ ბალტიისპირეთში, რუსეთში, უკრაინაში მედია გახსნილი არის. აქ არის ყველაფერი ჩაკეტილი, ესე იგი რაღაცის გაძრომა რო გვინდა, ერთი არხი არის პირველი არხი, უნივერსიტეტიდან მიტინგიდან ჩავდიოდით და იქ თავმჯდომარის მოადგილე შეხვდა ერთხელ ესე დაგვიჭრა და ეს რო კაცო ხალხის ტელევიზია არ არის, კომუნისტური პარტიის ტელევიზია არის და ცეკა რასაც გააწყოთ ის გავა ტელევიზიაში. ასეთ მდგომარეობა იყო. და იქ ბალტიისპირეთი იბრძვის დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი ეროვნული მოძრაობა იბრძვის დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ ეს იყო მიმართულება, რომელშიც ჩვენზე უნდა მიეტყებებინათ რა, ქართველი ნაციონალისტები აფხაზების წინააღმდეგ. და მაშინ უკვე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა სტუდენტები ხვდებოდით ახლა ამ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს და ძალიან კაფე პოზიცია ჰქონდა, რომ არანაირი ანტიაფხაზური აქციები თბილისში არ უნდა ჩაგვეტარებინა.
ნაწილს ლიდერებს არ მოსწონდა ეს და იძახდნენ რომ აფხაზეთის საკითხზე უნდა ვილაპარაკოთ, ნაწილს მოსწონდა. საბოლოო ჯამში მაინც შევთანხმდით ასე გაკეთდებოდა. საღამოს 10 საათზე 4-ში სამედიცინო ინსტიტუტის საერთო დარბაზში შევიკრიფეთ სტუდენტები, ლიდერები, რაღაცა იქ საგაფიცვო კომიტეტი გაკეთდა, მივიღეთ განაცხადება რომ გაფიცვები იქნება, მოდი თქვა რომ ძალიან მკაფიოდ რა. არც ერთი ანტიაფხაზური ლოზუნგი აქციაზე. მეორე დღეს გაფიცვები დაიწყო, გავედით დიდუბესთან, დიდუბეს მეტროსთან იქიდან ქარხნები იწყებოდა კიროვის ჯამშენებელია. აი, გაიფიცა ხალხი და უზარმაზარი კოლონი ძვიადი წამოვიდა მაშინ იქიდან. მერე იმ დღეს საღამოს ფეხბურთი იყო, არ უმართლებდათ კომუნისტებს. ხო, და ზოგადად მივიდა და უთხრა რომ მე ხა ფეხბურთზე უნდა წავიდე, მეთქი გაგიჟდა გადაირია რადოს ფეხბურთი, 40,000 კაცი. თამაშის შემდეგ ეგეც მოვიდა და იქიდანაც დიდი კოლონა დაიძრა და ნუ საღამოს უკვე ძალიან ბევრი ხალხი იყო. სისხლიანი დარბევა ამ სიტუაციაში არც განიხილება ერთი მიზეზის გამო. თუ მოსკოვმა გადაწყვიტა, რომ სისხლი დაღვაროს, ის აუცილებლად დაღვრის. დღესაც დაღვრის, ხვალ დაღვრის. თუ მან გადაწყვიტა, ის ხომ რუსეთის იმპერია თავისი შინაგანი ბუნებით ხომ ვიცით რაც არის ამის შესახებ ჩვენ ყავზეც გვაქვს გამოცდილი და ჩვენზე უფრო წინა თაობებს აქვს ჩვენთვის ნათქვამი და წაკითხული გვაქვს. ამიტომ ეს შეიძლება რომ მოხდეს, თუმცა კონკრეტულად რომ აი რაღაცა შეიძლება დაიღვაროს სისხლი, ასეთზე ბუნებრივია განცდა არა გვაქვს. არა გვაქვს განცდა იმის გამოც რომ აი 88 წლის ნოემბერში, როდესაც გამოჩნდა ჯავშან ტექნიკა ქალაქში, ჩვენ მაშინაც რუსთაველზე ვიდექით 28 ნოემბერს, მაშინაც მობრძანდა პატრიარქი, მაშინაც იყო ეს შემართება, ну არ მომხდარა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის უშუალოდ მოულოდნელი შეიძლება აღმოჩენილი იყო, რომ იარაღი ესროლა ჩვენ წინააღმდეგ, მოულოდნელი ყოფილიყო რუსეთი უშუალოდ სადამჟელო ოპერაციას განახორციელებდა. ჩვენ ვიცით რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით. ეს არის პერიოდი, როცა ჩვენ გვაქვს კონტაქტი ჩვენ სომეხ მეგობრებთან, დისიდენტებთან, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც დაუშვათ სომეხ დისიდენტს პარური აირიკიანს დაემართა, რომელიც იძახდა ამბობდა, რომ რა დროს ეთნიკური პრობლემებია, როდესაც დამოუკიდებლობის საკითხი უნდა წამოვწიოს და ეს ადამიანი დაიჭირეს და ეთიოპიაში ჩამოსვეს ფულის საბუთების და რაღაცებ გარეშე მოიწაცეს და ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა გამოსვლა, მოლდოვაში როგორ ვითარდება, ბალტიაში როგორ ვითარდება. აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად ვიზღვევთ თავს, რომ თუ ვინიცობა და რამე მოხდება, ну ერთადერთი ჩვენი ამ შემთხვევაში შეაძლებლობა არის რომ პოლიტიკურად გამარჯვება მოვიპოვოთ. როგორც კი დამოუკიდებლობის ლოზუნგი აიწია, თბილისიდან იწყება ისტერიული დეპეშების გაგზავნა მოსკოვში, ითხოვენ ჯარების შემოყვანა. ფაქტობრივად ითხოვდნენ ჯარების შემოყვანა. სანგო მდგომარეობის გამოცხადება, სიტუაცია გამოდის, რა გამოდის, რის გამოდის, 14 აპრილს თავდებოდა ეგ აქციები დედაენის დღეს კაცო. დამთავრდებოდა ყველამ ვიცოდით. მაგრამ ეს ისტერიკა არის ატეხილი, დეპეშაზე მიდის, 6-7-ში იწყება უკვე შემოყვანა ჯარების. საინტერესო არის რუსული მედია. მათ შორის დემოკრატიული რუსული მედია არ აშვება. ეს საერთოდ ტრენდი იყო ესეთი, ტრენდი რა დასავლეთთან ეს სიგნალი მოდიოდა, რომ ბალტიისპირელების ბრძოლა, ბალტიისპირელი დისიდენტები, დემოკრატიული ესენი არიან დემოკრატიისთვის მებრძოლები და თავისუფლებისთვის მებრძოლები, ყველა დანარჩენ რესპუბლიკებში ვინც იყო ამ საქმეში, ესენი არიან ნაციონალისტები. რუსული მედიის მთელი მიმართულება 4, 5, 6, 7, 8, 9-მდე სანამ დარბევა არ მოხდა, არის ის რომ თბილისში ანტიაფხაზური აქციები მიმდინარეობს, რომ ქართველი ნაციონალისტები იქ აფხაზებს ემუქრებიან. ფაქტობრივად სრულად ეს არის მიმართულება. ამას ბოდიშიდან გამოწვევს და გვტენიან. როცა არც ერთი ლოზუნგი აღარ არის და არც ერთი საერთოდ მოიხსნა ხუთი ყველაფერი, ხო? დარჩა მარტო დამოუკიდებლობის მოთხოვნა. შენ რო უცხოელ ჟურნალისტს დაუკავშირდე, აქედან უცხოეთში ვერ რეკა, უნდა დარეკო მოსკოვში და მოსკოვმა უნდა დაგაკავშიროს. ანუ საინფორმაციო ბლოკადა არის სრული.
საქართველოზე. მეტი უცხოელი ჟურნალისტები რო ჩამოსულიყვნენ საქართველოში, მათ საგარეოს ნებართვას, საკავშირო საგარეოს ნებართვა უნდა აიღო და ეგეც რთული პროცესი არის. აი რაში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რადგანაც ეს განფენილი იყო მთელ თბილისის ტერიტორიაზე, ამიტომ ჩვენ მოძრაობდით და ველაპარაკეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოდი ეს სტუდენტური აქციები ტელევიზიასთან შეკრებილიყო. იმიტომ რომ საფრთხე თუ კი იქნებოდა, ერთად უფრო შევძლებდით ამ საფრთხის თავიდან აცილებას, ან ერთად უფრო დაცული იქნებოდით და შესაბამისად უკვე ყველა ამ უნივერსიტეტებში მიმდინარე აქციებმა 8-ში თავი მოიყარა ტელევიზიასთან. იყო ორი, ასე ვთქვათ, ცენტრი, დღეს თანამედროვე ტერმინოლოგიით ლოკაცია, რუსთაველზე და რუსთაველის გამზირზე და ტელევიზიასთან. ჩვენ გვიწევდა ამ ორივეს მართვაში მონაწილეობას, იმიტომ რომ არ არის ასე მარტივი მასის მართვა, მით უმეტეს ისეთი ემოციურ ვითარებაში, რაც იყო. ჩვენ შემდეგ მივეჩვიეთ მიტინგებს და ხშირად გაიგონებდით, რომ მიტინგი ჩვენი სამსახურია და უნდა მივიდეთ აუცილებლად მიტინგზე. არა, მაშინ ეს განწყობა არ იყო. 9 აპრილს კიდე ის ხალხი არ მოდიოდა ჩვეულებრივ მიტინგზე. ეს ხალხი მოდიოდა როგორც მებრძოლი რიგითი ჯარისკაცი, ცნობდა რომ მას სამშობლო ჭირდებოდა და აი შევადარებდი მე მაინც მარაბდას იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები ასე ვთქვათ სამცხედან ჩამოვიდნენ 300 წელი რომ დანარჩენ ქართველებთან არ უბრძოლიათ და გურიიდან და სამეგრელოდან და ესეთი განცდა იყო რომ აი ჩვენ დღეს ერთად უნდა ვიყოთ. აი ამ სულისკვეთებით იყვნენ იქ ადამიანები და ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა მისი უწმინდესობის სიტყვის შემდეგ, როდესაც ცოტა ხანი იყო დუმილი. Čevo studijevo šmilepo, jedleva osma korteva, romanzante fakla, zastavite testa kašotis, svinda kiontis, eklesijaši, da Marko Baševski došupao. Ara! ათასობით ადამიანი დგას რუსთაველზე და აი როგორ ვთქვა, ახლა გამოთქმა არის რომ ბუზის გაფრენის ყოს გაიგებო. არის აი ეს სიჩუმე. ყველა არის თავის თავთან დარჩენილი მარტო. ყველა იღებს თავის გადაწყვეტილებას. 3-4 კაცი იდგა იმ მიტინგებზე 6-7-ში საღამო. რავაში შემოიყვანეს ტექნიკა და მოიყვანეს რესპუბლიკის მოედანზე. და თითქოს უცდელობა ჰქონდა გავლის რუსთაველს. ახალგაზრდები დაუდგნენ წინ, დაუდექით რა, ბევრი წინ. და მერე კიდევ არ ესე გააკეთეს, გადააფრინეს ვერტფრენი, სამხედრო ვერტფრენმა გადაიფრინა ასე რუსთაველზე, დაბალ სიმაღლეზე, ძალიან ის არის რა, ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს, მაგრამ ამან გამოიწვია საშინელი უკუეფექტი. დედები ისინი გამოვარდნენ, მithქვენ რაღაცა უბედურება შეიძლება მოხდეს და კი შეკრიფეს საღამოს 9 საათი 20,000 კაცი კიდე. ხალხის განწყობა იყო საბრძოლო. ეს ერთი და მეორე, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ აი განსხვავებით ნოემბრის შიმშილობისაგან აპრილის აქციებს არ ყავდა ერთი მაორგანიზებელი. ამიტომ ოპერატიული მართვა რთულდებოდა. იქ თქვენ კადრებში თუ დააკვირდებით, ლიდერთა გარკვეული ჯგუფი ერთს ამბობს, მეორეს ამბობს, რომ ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ რაღაცა დამაბრალოს, მეორე ამბობს, აბა რა ვქნა, მესამე სხვანაირად. ამიტომ ნუ როდესაც ასეთი სიტუაცია შექმნილი, იქ განწყობის ცვლილება შეუძლებელი იყო. ეს არ იყო არც უპატივცემულობა მისი უწმინდესობის მიმართ, არც რომ არ დაიშალა, ან არ იყო არც დაუშვათ რომ არ დაუჯერხიათ იციან ამის თქმა. არა, უბრალოდ იყო როგორი განცდა.
მოვიდა ერის მამა, გააფრთხილა, მოუწოდა და შვილი თulis, რომ მამას უნდა ჩემი გადაფარება ჩემზე, მამას უნდა რომ თავის დარტყმა თავის თავზე აიღოს, ხოლო მე როგორც შვილი ვალდებული ვარ ჩემი მეომრული მოვალეობა შევასრულო. და როცა მისი უწმინდესობა დარწმუნდა რომ როგორც მამა მან ვერ შეასრულა ის რაც დაგეგმილი ჰქონდა, მოbrunდა უკან და როგორც რიგითი ჯარისკაცი დადგა შვილთან ერთად და შემდეგ ძლივს მოხერხდა მისი განრიდება ამ ვითარებიდან. დარბევა რა მოხდებოდა, ვიცოდით, ხდებოდით ამას, იმიტომ ტექნიკა იყო შემოყვანილი, გეგმა რაც გააკეთა ოპოზიციამ და ლიდერებმა იყო აბსოლუტურად სწორი, იმიტომ რომ ისინი რო წამოვიდნენ ჩვენ უნდა გაგვეტარებინა და გავსრულოთ. ოპერაცია ისე იყო დაგეგმილი, რომ რუსთაველიდან ჩაჭრეს და ამ ხალხს მიაწვნენ შიგნით, რომ მოხდარიყო ეს თაღები რო დგას, იქიდან ხალხის შესვლა, ანუ მიწოლა აქედან ყოფილიყო, ხალხი შეჭრილიყო შენობაში. ანუ გეგმა პოლიტიკური იყო, რომ აღების იმიტაცია უნდათ გაეკეთებინათ შენობაში შეჭრის იმიტაცია. მაგრამ იქ გვენცაძემ და ჩვენო მილიციამ ჩააყენა ისინი რა ქვია კორდონები. არ გამოსვლოდა და დაიწყო მოშიმშილეების გაყვა. მაგრამ მთავარი პრობლემა შეიქმნა, იმიტომ რომ აქედან წრერო დაარტყეს, ნახევარწრერო დაარტყეს, მოშიმშილეები ყულში მოხდნენ, ვეღარ მოასწრეს გაყვა. იდეა იყო ეს, რომ შერეკვა უნდა მოხდარიყო შიგნით. ამას შეუშალა ხელი მილიცია, იმიტომ რომ შიგნით დატოვებული ხავდათ ეგ საცაშიგრა ეზოარი. შიგნით დატოვებული ხავდათ ასევე ჯარისკაცები. ანუ აი ეგ რო გამოსვლოდა და მაშინ მილიციას რო არ ევაშკაცა, ხო, იქ სერიოზული მოწვევლეტვა იქნებოდა რა. მე უკვე აი სადღაც ცისფერ გალერეასთან უკვე დათო თევზაძის ბიჭები გამოჩნდნენ ისინი ესენი. იქ უკვე წინააღმდეგობა წავიდა, იქ უკვე სერიოზული შეტაკებები წავიდა, იმიტომ რომ გოგოები უკან გადავიყვანეთ წინ ეს ჩავდექით. მაშინ და დიდი ჭუბი ატყდა მე იქ უკვე გაუჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთოდ არ ვიყავით წინააღმდეგობისათვის, რაღაც ვაპირებდით ამის გაკეთებას, იმიტომ რომ მიტინგია უნდა დაშალონ, ხო, კაი გავიგე გაწმენდა ამას გაწმენდნენ რა. ხო, ნიჩვები გამოჩნდა, ხო, მეც სრულად შემთხვევით მე გადამარჩინა რუსმა ოფიცერმა, იმიტომ რომ გოგო გამომყავდა და უცად ვიგზენი რომ ნიჩავს მირთვა მოუტრია, ვეღარ მოვასარი, მოტრიალებად ამან ხელი გაუჩერა და უბივაცნინა და თავისიანებს თორე ვერ მოვასწრებდი უბრალოდ რა. გოგო მეკავა და უნდა გამომეყვანა სიტუაცია. ასე იყო ბევრი. ანუ ის რუსებიც ნაწილი ისე იქცეოდა, ნაწილი ესე იქცეოდნენ. სუნი ჰქონდათ, დაალევინეს 100 გრამ ეთყობა დაარტყმევინეს, ამ არ ვიცი შეიძლება სხვა აუცილებელი საშუალებები ჰქონდათ, იმიტომ აბსოლუტურად არაადეკვატურები იყვნენ ის ჯარისკაცები, ოფიცრები არა. დავინახეთ იქით ამ მხარეს, კიბეების მხარეს, ეს შუკი ხვანათებდა და ეს რა ქვია, ნიჩვები რომ ამუშავეს, ხო, ელვა დაიწყო, თავიდან ვერ მივხვდით. რა იყო, ელავდა რა ეს ნიჩვები ამ შუქზე და ნუ მერე მივხვდით რომ ნიჩვები დავინახეთ უკვე რა, აქაც დავინახეთ ეს ნიჩვები, იმიტომ აქ ციბნელე რო იყო ეს ეკიდათ ეს ნიჩვები. არ ჩანდა ესე იმა. მე რო ეს რაღაცა წინააღმდეგობას აწყენთან შეშინდა 18 წლის ბიჭები ყავდათ ჩამოყვანილი, ანუ ის იყო რა. ეს არ იყო სპეცრაზმები და ისინი ჩამოყვანილი, ჩვეულები წვეონდელები ყავდათ ჩამოყვანილი. მერე შემოყავთ ქალაქში უკვე აი საგანგებოს დასაცავად და ძალიან რო დაიძაბა სიტუაცია და იქ უნივერსიტეტთან რაღაცები მოხდა. მერე შემოყავთ უკვე ლებეძის რაზმები. შეიძლება იყვნენ ისინი ქალაქში და ასე ვთქვათ რეზერვში ყავდათ რომ თუ რამე დაიძაბებოდა მერე ჩაერთოთ, მაგრამ აქ ძირითადად მაინც წვეომდელები იყვნენ და საკმაოდ შეშინებულები იყვნენ, იმიტომ რომ შეშინებული კაცი უშავს ყველაზე მეტ შეცდომას, რომ პროფესიონალს არ ჭირდება ჩვეულებრივ ხალთან ეხლა და გოგოსთან ნიჩვის გამოყენება, ხო? იმაზე დადგა პრობლემა, რომ იქნებ ქალბატონებმა ცოტა უკან გადაიწიეთ.
და იყო რომ რას ქვია მეც მეუმარი ვარ, შენც მეუმარი ხარ. და უთხარი ახლა მარიამ ბაგდავაძეს ლეგენდას დისიდენტური მოძრაობის უთხარი რომ უკან გადაიწიეო რა რას გეტყოდა და რას გაგიკეთებდა. აი ეს ქალბატონების გოგონების სწორედ აი ამ შემართებით ყველა მზად იყო აი ამისთვის და ალბათ იმ სიტუაციაში ყველა გძრობდა იმას რომ კრიტიკულ მომენტში არის რომ ამის იქით უკვე გადაწყდება სიტუაცია. ტელევიზიასთან იქ აქ თუ შედარებით ფხიზელი ხალხი იყო იმ ხრივ რომ ცეკვა იყო სიმღერა იყო იქ მიძინებული იყო მაინც ღამე და გაღვიძება გართულდა აი ხალხის გაღვიძება გართულდა სხვა გზა არ არის რა უნდა ვთქვათ ბიჭებს ყველას უთხარით რომ მოდი აბა შევიდეთ ხალხში და რომ გამოვაფხიზლოთ და ისე გავაკეთოთ რომ ამ ნახევრადმძინარე ხალხს კორდონი მაინც გავუკეთოთ და მოგვიწია ნუ ახლა მეგაფონში მზნებარე გამოსვლის შემდეგ სხვა გზა არ იყო ბიჭები ჩემი მეგობრები რეგბისტები რომელიც ჩემთან ერთად იყვნენ წყალბურთელები რომელიც ჩემთან ერთად იყვნენ ეს მეგაფონი მოვისროლე ჯარის მიმართულებით და ჩვენ ასე ვთქვათ გადავედით იქით შეტევაზე რომ აი კორიდორი საფრთხე იყო რომ მოწოლის შემთხვევაში ან ტელევიზიაში შევარდნა შეიძლება მომხდარიყო და იქ ჯარი იდგა და ცეცხლსხმი და იქით ამხარეს გადასავარდნია ზოოპარკის მხარეს და ნუ აქაც ასეა. რუსთაველს ესეთი სიტუაცია მაშინვე გამოჩნდა აი ტელეკადრებში კარგად ჩანს ძალიან შვიდად წყნარად ადამიანები თვითორგანიზებას აკეთებენ აბა ახლა გავატაროთ ტანკები აბა ახლა გადავიდეთ ტროტუარზე აი რაღაც სამოქალაქო პასუხისგებლობის იწობა კონცენტრირება მოხდა. მერე უცებ ნუ უკვე რომ იქ წავიდა რომ ალყაში მოქცევა და დაჭეხვა. ნუ იქ უკვე რა თქმა უნდა ემოცია ჩვეულებრივი ადამიანური და იმ მომენტში ჩვენ კიდევ ვერ ხვდებით რომ აქ შეიძლება მსხვერპლი იყოს. ამას ვერ ხვდებით, როდესაც იქიდან წამოსული უნივერსიტეტის წინ მოვიყარეთ, ასე ვთქვათ, თავი და ტელევიზიიდანაც წამოვიყვანე. ხალხი იმ მომენტში, როდესაც ეს სასწრაფოები მირბიან, მორბიან, როდესაც ხალხი დასესხლიანებულია, როდესაც ბოლომდე კიდევ არ იყო, რომ აი ამის განცდა მსხვერპლის იმ მასშტაბით რა მასშტაბიც იქ იყო, იმიტომ რომ აი რასაც ნამდვილად არ ქონდა ჩვენ გაცვლა და ალბათ შეუძლებელია საბჭოთა სისასტიკე გაცვალა და მასი სისაძაგლე რომ ნიჩბებით თუ იქნებოდა ტყვიას ნამდვილად ველოდით რა მაგრამ აი ნიჩბებს და ისე რომ ასე ვთქვათ ასეთ ალყაში მოაქცევდნენ ადამიანებს ნუ ამას რო გითხრათ სიმართლე ნამდვილად არ ველოდით გაზი მერე წამოვიდა და აი უკვე აქაც ყოისროდნენ და მერე მთელი რუსთაველი გავისვა იმიტომ რომ ცისფერი გალერეასთან პირველი სკოლის წინ უკვე დაიძაბა და წინ ჯაჭვი გავაკეთეთ და შეტაკებები დაიწყო და ახლა ეგრევე გაშა სამშენებლო მასა იქ რაღაცა ხეები ჯოხები იპოვა რაღაცა და ნუ უკვე გამწარდა ხალხი იმიტომ რომ ხმები მოგდის რომ მსხვერპლია ანუ არ ვიცით მაგრამ მოგდის ეს ხმები და ბუნებრივი გაგიჟება იყო უკვე ამაზე და ნუ იქ უკვე სერიოზული ჩხუბი მიდის და იმათი მხრიდანაც იყო მსხვერპლი ვიცი დანამდვილებით რუსების მხრიდან მეორე დილას უკვე ვიგებთ რომ შევარდნაძე და რაზუმოვსკი არის ჩამოსული ძირითადად ღამით მაინც დაკავებული ვიყავით ერთმანეთის მოძებნა რთული იყო ტელეფონები არის სახლის ტელეფონები გათიშული იყო ძირითადად ეს სალკე შეცდომა იყო კიდე ამან პანიკა კიდე უფრო გაზარდა ნუ ამან მე ხდება რომ უნივერსიტეტთან არის შეკრება დილით უნივერსიტეტთან შევიკრიფეთ იქ გამოაგზავნეს რაზმი და ეცადნენ გაშლას. ერთი მომენტი ცდილობდნენ უნივერსიტეტის შტურმის აღებას, იმიტომ რომ ბევრი სტუდენტი იყო თვითონ შენობაში, მაგრამ მე ნუ გადაიფიქრეს ეთქვა ვიღაცა ჭკუაზე მოვიდა რომ ამისი გაკეთება არის. ქალაქში რამდენიმე ადგილას იყო დაპირისპირების კერები.
ხანში უკვე იცოდით რომ სხვაგვარი ხმები ვიცოდით, მაგრამ რაოდენობა და ამბავი არა, მაგას მეორე დღეს ვიგებთ უკვე რაღაცოდ. ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა მეორე დღეს ირაკლი მენაღარიშვილს. ირაკლი იყო ჯანდაცვის მინისტრი. და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ მაგრა აწვებოდნენ, რომ რამე არ ეთქვა, ფაქტობრივად ყველაფერი თქვა, რაც ეთქველი იყო რა. ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა, ძალიან უფასებდით მე ბატონ ირაკლის ამ ამბავს. იმიტომ რომ ბევრი არა მარტო იქით. ყოველმა ჟურნალისტებმა ჩამოაღწიეს მაშინ საქართველოში. და ძალიან გულსატკენი იყო, რომ საკმაოდ ცნობილი ადამიანები დაემალნენ ჟურნალისტებს და ვარი უთხრეს ინტერვიუს მიცემაზე და შეფასებაზე რა მოხდა 9 აპრილს. საგამდგომორებას რამდენიმე დღე გაგრძელდა მოიხსნა, მაგრამ დაპატიმრეს იმავე ღამეს დააპატიმრეს ზვიადი, მერაბი, გია და ირაკლი წერეთელი. იმავე ღამეს დააპატიმრეს, მაგრამ აქციები უკვე სპონტანური გახდა და საკმაოდ მრავალრიცხოვანი გახდა და დასაფლავება ამ ბავშვების ხალხი. მე ამაზენი იყო, რომ რაღაცა იყო წინადადება, რომ ეს ახალგაზრდები რაღაცა ერთად დაღუპულები, ერთად ამას ხელისუფლება კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. ანუ არ უნდა და რაღაცა მემორიალი შექმნილიყო და აი ასე რაღაცა ზოგი კუპიაზე, ზოგი ვერა, ზოგი იმაზე. მიიღეს, რომ დაახლოებით 1.15 უზარმაზარი პროცესია გაგება. უარესი მიიღეს. სულელები იყვნენ მეთქი ვიძახდი. როგორც ახლა მტრის ჯარს ისე მოგვექცნენ. აი იმას სწორი ახმა ქონდა. ეს ჩვენ არ ქონდა ახმა, თორე იმას სწორი ახმა ქონდათ. და სხვათა შორის შემდგომ ცეთ რამოდენიმე კომისია შეიქმნა, მათ შორის საქართველოში, მათ შორის მოსკოვშიც და აი ამ გარბაჩოვის მომხრე და ჩვენთან არსებულმა, ასე ვთქვათ, კომისიებმა ყველამ თქვა, რომ აი დააბრალა ეს ყველაფერი ჯარის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებას. აი სამხედრო პროკურატურის დასკვნა იყო ზუსტად ის, აი ადეკვატური, რომ აქ იყო მტრის თავყრილობა, რომელიც ითხოვდნენ დამოუკიდებლობას და სწორედ ამის გამო უმაღლესი ხელმძღვანელობის ძალები ჯარმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელი გადაწყვეტილებას უნდა მიეღო მას. აი პროკურატურის დასკვნა სწორად ზუსტად ასახავდა. და აი ჩვენი დასკვნა რამოდენიმე ის სოფჩაკის დასკვნა მაგალითად. სოფჩაკის დასკვნაში იყო შეურაცხყოფელი ამ ხალხისთვის. და მე შეურაცხყოფელი ვგზნობდი თავს, რომ რას ქვია საბჭოთა საკუთარი არა ვარ მე რუსეთის მოქალაქე. არა მაქვს ამის განცდა და იქ ყოფ ადამიანებს ამის განცდა არა აქვს. თავისუფლება, დამოუკიდებლობა, მთავარი ღირებულება. 9 აპრილი რა თქმა უნდა გარდამტეხი იყო, იმიტომ რომ ფაქტიურად გაანადგურა საქართველოში აი ამ კომუნისტური პარტიის ავტორიტეტი და საბჭოთა მმართველობის კომუნისტურ პარტიას თავი გავანებოთ. აი ეხლა ეს მმართველობა ადამიანებს არ ვეხები ვის იმუშაოს, მაგრამ ეს ხო ფაქტიურად იყო იმპერიული მმართველობის ადგილობრივი ფილიალი, ხო? ეს დაანგრია. საქართველოში საგარეო თვალსაზრისით შეიცვალა ის, რომ ხო მიუხედავად იმ ცდილობებისა, რაც ჰქონდა საბჭოთა და არა მარტო საბჭოთა სხვათა შორის პროპაგანდას, ჩვენი ერთი პრობლემა ის იყო, ეს არის რუსული დემოკრატიული მოძრაობების დამოკიდებულება საერთოდ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ დასავლეთზე, ანუ ბალტები იყვნენ ვინც იბრძოდნენ თავისუფლებისათვის, რუსი დისიდენტები და დემოკრატიული მოძრაობა იყვნენ ისინი, ვინც დემოკრატიისათვის იბრძოდნენ. ძალიან ბევრი გავიცანი 99 წელს, ახლა მე პატარა ვიყავი ციხეში, ამჟამად დისიდენტი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან ბევრ ადგილას შევხვდი და გავიცანი და მე წლების განმავლობაში ვხვდებოდი იშვიათი გამონაკლისების გარდა. ყველა რუსი დისიდენტი იბრძოდა იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირის რეფორმირება მოხდარიყო, რომ ერთპარტიო დემოკრატიაზე გადასულიყო, რომ კაპიტალიზმზე გადასულიყო, მაგრამ არა იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირი დაშლილიყო. ისინი ყველანი თითქმის იყვნენ იმპერიალისტები. შეგუებული იყვნენ ბალტიისპირეთის გასვლას,
იმიტომ რომ დასავლეთ ბალტიისპირეთთან არ იყო აღიარებული საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოლოტოვ-რიბენტროპის აქტი, სტალინს ბრალდებოდა, მოკლედ. იდეოლოგიურად მეტნაკლებად ამაჟა, ჩვენსგან არა. Ყველაზე კაი სიტყვა რაც მომისმენია, მიტა კლუბი вас, что не можем представить нашу страну без Грузии. ანუ ისე გვიყვარხართ, რომ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა თქვენს გარეშე. ძალიან კარგმა ადამიანმა მითხრა სხვადასხვა. რომელსაც მართლა უყვარდა ქართველები, რომ აი ესე აზროვნებდნენ. ამიტომ ხმამოდეს რატომ მოვყვები, ძალიან რთული იყო საინფორმაციო გარღვევა, იმიტომ რომ ისინიც იგივე დისიდენტური, იგივე წერდნენ ანტიაფხაზური აქციები იყო. მაგრამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა მაშინ ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, ხაინდრავა, ვიღაცები ჩავდნენ მოსკოვში და დაიწყეს პრესკონფერენციების ჩატარება უცხოელებისათვის და ამის ჩვენება ყველაფრის. რეალურად რა მოხდა საქართველოში, რომ დამოუკიდებლობის ლოზუნგი იყო და ამისთვის იყო ბრძოლა და არანაირი ანტიაფხაზური და ეხლა ელდარს და ლანას და სხვებს მივიდიან ახლა იქ დაებრალებიან თუ ისინი ქართველი ნაციონალისტები არიან, ხალხის ეკასწორები იყვნენ ბოლო-ბოლო. ხო და ზოგიერთი მათგანი, ყოველ შემთხვევაში ხონა. თან ავტორიტეტი ჰქონდათ. თან ხო ახლა კომუნისტებიც ვერ იყვნენ ისე რომ რუსეთში რომ ახლა ამათვის ესე თავში ხელი წამოერტყათ. არ იყო მაგისი დრო რომ უკვე დრო რომ აი ესე პარტნომენკლატურა ახლა ამ დამსახურებულ ხალხს აქვს. ამიტომ მათაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს ამით. რომ ინფორმაცია გასულიყო. აი შემდეგი გარღვევა დაგჭირდა უკვე რეფერენდუმი. რეფერენდუმმა იყო საბოლოოდ რომ ეს თორე მე ორი წელი კიდე იგივე მიდიოდა რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ბალტიისპირელები და ქართველი, უკრაინელი, სომეხი ნაციონალისტები, რომლებიც იბრძვიან რაღაცა სხვა ერების დასაჭერად. ეს მე რეფერენდუმით საბოლოოდ გადავტეხეთ რაღაც ეტაპზე და პოლიტიკურად მართლა დავანახეთ რომ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლით, იმიტომ რომ არ ჯეროდათ დასავლეთი არ იყო მზად საბჭოთა კავშირის დაშლისათვის. 9 აპრილმა ერთი რამე გააკეთა კიდევ რომ 9 აპრილმა ბევრგან გააჩერა ასეთ შეაძლო პროცესები, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო რეაქცია, იმიტომ რომ ხალხი გამოვიდა ქუჩაში ეს ყველანი ხვდებოდა რომ ეს თუ გაუვიდოდა 9 აპრილზე და ამაზე რეაქცია არ იქნებოდა, მე შეიძლება მოხდარიყო მოსკოვშიც, პეტერბურგშიც, კიევშიც, იმაში და იმდენად დიდი იყო რეაქცია. იმდენად დიდი იყო რეაქცია, რომ თავად მიხვდნენ, რომ მე ჯარი ფაქტობრივად ერთი ბაქოში შეიყვანეს, მე ჯარი ეს არ შეუყვანია და მე იყო ვილნიუსის მოვლენები, როდესაც ის სისულელე დააპირეს და იქაც მომიწია ყოფნა და ვნახე რა იყო განსხვავება მაინც შენ გეოგრაფიულ მდგომარეობასა და იქაურ შორის. იქ მიტინგს ვერ დაეტაკნენ. იქ შევიდნენ იმაში, რა ქვია, ტელეცენტრი აიღეს, მაგრამ ხალხმა რო შემოარტყა ალყა, ნუ მაინც ძალიან ფრთხილად მოქმედებდნენ, შეუდარებლად ფრთხილად ვიდრე ჩვენ. დასავლეთის დამოკიდებულება მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ, ის დახმარება შეიძლებოდა. მორალურად იქნებოდა ეს თუ აი ტექნიკოლოგიის საშუალებები თუ რაღაცა, ბოლომდე თვითონაც არ იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ საბჭოთა კავშირის დამარცხება მარტივად შეიძლებოდა. უკვე საქართველო გახდა სრულფასოვანი წარმომადგენელი სოფლიოსი და აქედან უკვე გაფორმებამდე ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი და ამ უდიდესი როლი შეასრულა. ასე რომ ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ, შეეწირნენ გამარჯვებას და ეს გამარჯვება დადგა. ის რაც ჩვენმა მშობლებმა ვერ გააკეთეს, ის რაც წინათაობებმა ვერ გააკეთეს, ის შემგუებლობა, რომელიც მანამდე იყო საბჭოთა კავშირში, ამ შეგუებამ ამოხეთქა. ეს გენეტიკურია, ეს არ არის პოლიტიკური, ეს არ არის ამა თუ იმ პარტიის, ამა თუ იმ პიროვნების დამსახურება, ეს გენეტიკურია რა, ჩვეულებრივი მომენტია, მდინარე კაშხალი რო არის აშენებული, რაღაც ეტაპზე ეს წყალი გადმოჩქებს. აი სწორედ ეს შეგუებული ქართული ენერგია გამოვიდა წინა პლანზე და მეც მინდა სამყაროს ფეხი აუწყო, მეც მინდა ამ სამყაროში ჩემი სიტყვა თქვა და ეს არ იყო, აი კიდევ აქ ამას ხაზი მინდა გავუსმა, ეს არ არის ჩვენ აი ნაციონალიზმის ქართული გაგება სხვანაირი იყო, ეს არის ნაციონალიზმი ჩვენთვის არის რომ მე მინდა მოვაწყო ჩემი სახლი ჩემი ღირებულებათა სისტემის და გემოვნების მიხედვით. არც არავისზე უარესი ვარ, არც არავისზე უკეთესი ვარ. აი ეს არის ქართული ნაციონალიზმი. რომ განსხვავებული ვარ,
რომ მე ვარ კაცობრიობის პარტნიორი ერი და ისე როგორც მრავალფეროვნებაში ერთი ფერი რომ მოაკლდეს, არ იქნება სამყარო ისეთი მდიდარი. ასევე ვარ მეც საკაცობრიო ღირებულებების წარმომადგენელი ქართველი ერი, რომელმაც უდიდესი როლი შეიტანა მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში და კიდევ შეუძლია შეიტანოს. ეს არის ქართული ნაციონალიზმი. ამ დროს ჩვენ გვიღვივებდნენ საბჭოურ ნაციონალიზმს. მე შენზე უკეთესი ვარ. მე შენ ჯობი ვარ. რომ იქ ვიღაცა არის დაბალი რასა. და დღემდე არის, იმიტომ რომ პროცესი არ წარიმართა და ჩვენ ახალგაზრდებს თუ ძველგაზრდებს ვერ აუხსენებთ ქართული ნაციონალიზმის არსი. ამას ილია ჭავჭავაძე წერდა, ამას იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა ავიღოთ. ჩვენი ყველა დიდი წინაპარი ამას გვეუბნება. რომ არა, არავის უგარესი, არა უკეთესი არ ახარ. ხარ სხვა, განსხვავებული, იამაყი შენი განსხვავებულობით და შეიტანე კულტურული საგანძურში შენი შენატანი. ეხლა თუ მიხვალთ ამ 9 აპრილს. რა თქმა უნდა. ყველა ვარიანტი. ყველა ვარიანტი რა თქმა უნდა, სამწუხაროდ უფრო ცოტანი ვრჩებით. ცოტანი ვრჩებით, ბუნებრივი პროცესი არის, ხო? მე მაშინ 23 წლის ვიყავი და ახლა იქ მაინც ძალიან უმრავლესობა მაინც საკმაოდ ჩემზე საკმაოდ უფროსი ხალხი იდგა, ზოგი წავიდა, ზოგს გული გაუტყდა, ზოგი საქართველოსთან წავიდა, ბევრი არის ასეთი წასული. სულ უფრო ცოტანი ვიკრიფებით, მაგრამ ვიკრიფებით ხოლმე ძალიან გვიხარია ერთმანეთის ნახვა. ერთხელ მოხდა ცხოვრებაში, რომ ჩამეცდა. და ძალიან გაუბრაზდი და ძალიან ცუდად ვიგზენი თავი და როგორც წესი არ ვიცი, ტრადიციაც არის, ემოციაც არის, რაღაცა ვალდებულებაც არის, ჩემი მხრიდან მე ყოფი ვარ, არა მარტო ყოფი, არამედ იმ ჯგუფში ვიყავი ახალგაზრდების, ვინც ვაცხადებდით, რომ ამ მიმართულებით უნდა წასულიყო აქცია და მე ვუთხოვთ ხოლმე, რომ ეგ რო არ გექნათო, შეიძლება ხალხი არავინ არ იცის. შეიძლება მივალ და დავდგები და ვიქნები ჩემ მეგობრებთან ერთად ცოცხლებით და წასულები უკვე არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ერთიანი ვართ ამ შემთხვევაში და კვლავ უბრალოდ მინდა ის განწყობა, რომელიც მაშინ მქონდა, იმიტომ რომ თავარი მამოძრავებელი არც ესე ვთქვათ, მიტინგზე გამოსვლა, რაღაც ჯოს დაძახება თუ რამის გაკეთება, ეს გამოხატვის ფორმებია, თორე შინაგანად იყო ის, რომ მიყვარდა ის ხალხი და მინდა რომ ისევ სიყვარულის წესრიგება განვიცადო. ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ ქართველებმა საბოლოოდ გადავტეხეთ ჩვენს თავში მონის ფსიქოლოგია. გადავტეხეთ ჩვენ თავში დამცირებული, დამარცხებული ერის ფსიქოლოგია, სადაც ყველა გმირი იყო. ამიტომ ის რაღაც საკრალური ადგილია, მით უმეტეს, რომ მანამდეც ჰქონდა ჩვენ ეს მიბმა ამ ადგილზე, იქ ხო იუნკრებია დასაფლავებული, იქ მარომაყაშვილია დასაფლავებული, იქ მრავალი ამ სხვა ამბავი მომხდარა, ამიტომ ეს მიბმა იქ ისედაც ჰქონდა და მით უმეტეს ახლა. ისევ მინდა ვიხილო შეყვარებული ქართველები.